მინდა ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ჟურნალისტური გამოძიების ძალიან სკანდალური შედეგები. ეს ეხება ერთ-ერთ ფარმაცევტიულ მონსტრს საქართველოში, რომელიც არის ფარმადეპო და ორი კუთხით მინდა წარმოვაჩინო ამ კომპანიაში შესაბამისი დარღვევები, რომ არ შევაფასოთ სხვა უფრო მძიმე კუთხით, რომელიც ალბათ მომავალში შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების საგანი უნდა გახდეს და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ალბათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთვის. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 ივნისს საქართველოს შრომის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობს დასაქმებულთა უფლებების დაცვას და დამსაქმებელს ავალდებულებს ამ კანონის მე-6 მუხლის ერთ-ერთი პუნქტი, რომ ყველა თანამშრომელთან დადებული იყოს წერილობითი ხელშეკრულება თუ მათი მუშაობის ვადა აღემატება 3 თვის განმავლობაში, შეიძლება ზეპირი ხელშეკრულება, მაგრამ კიდევ ერთხელ განმარტავს 3 თვის შემდეგ აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულების დადება. და აღმოჩნდა, რომ ისეთ დიდ ფარმაცევტიულ კომპანიაში, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, არც ერთ თანამშრომელზე შრომითი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული წერილობითი სახით, არც ერთ თანამშრომლებზე, რომლებიც იღებენ ხელფასს, რომლებიც მუშაობენ იმ აფთიაქის ქსელში, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან მე ამ თანამშრომლებთან, არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან და პროფესიონალები, მე იმ ფარმაცევტებზე არ მაქვს საქმე, მე მაქვს ხელმძღვანელობასთან საქმე, რომლებიც მალავენ, როგორც ჩანს, სხვადასხვა გრძნობებით და არღვევენ კანონს, შრომის კოდექსს და არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაიდოს მათთან ხელშეკრულება, რომ დაცული იქნას მათი შრომის უფლებები, როგორც დასაქმებულისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლის თანახმად, სამსახურიდან აგდებენ ყოველგვარი რევერანსის გარეშე, ისევ შრომის კოდექსის დარღვევით, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ 3 დღით ადრე უნდა მოხდეს ამ თანამშრომლის გაფრთხილება და გათავისუფლება შემდგომ სამსახურიდან, ასევე დასაბუთებული და მითითებული კონკრეტული ფაქტებით. უფრო მეც ვიტყვი, დღეს ჩვენ მივდივართ ევროპული გზით, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით და იცით, როგორი საუბრებია ფარულ მოსმენაზე, ფარულ მიყურადებაზე, ფარულ გადაღებებზე. სამაგიეროდ ფარმადეპო ვერ გამოვიდა იმ ნაციონალური ხროვის ფაშისტური მეთოდებიდან, რომელიც გულისხმობს ადამიანებზე თვალ-თვალს კამერებით გადაღებას, ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა, ფარმადეპოს ხელმძღვანელობის დავალებით და ლაპარაკია უშუალოდ თეონა ჯოჯოაზე, რომელიც არის კადრების ხელმძღვანელი ფარმადეპოსი და მე პირადად შევხვდი ამ ხელმძღვანელობას და ისეთი შთაბეჭდილება დამკვდა, რომ ვიყავი მართლა ჯოჯოების ბუნაკში, რომლებიც არაფრად დაგიდებენ არც კანონს, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ საქართველოს კონსტიტუციას, შრომის კანონმდებლობაც, ადამიანის უფლებებიც, ისინი პირდაპირ აცხადებენ, დიახ, ჩვენ 1000-ზე მეტ თანამშრომელზე ხელშეკრულება არ გვაქვს დადებული, აცხადებს სხვათა შორის მათი იურისტიც, რომ მე რა მოხდა, ზეპირი ხელშეკრულებითაც ხო შეიძლება იმუშაოს და როცა ვეუბნები, რომ 2013 წლის 12 ივნისიდან დღეს 2014 წელია, რომელი წელია ვეუბნები და აცხადებს, მე რა მოხდა, რომ 1000 თანამშრომელი თურმე ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, ეს ალბათ ყურადსაღები უნდა გახდეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გახსნეს და მე ვფიქრობ, რომ ის მონსტრი, რომელიც შექმნა ფარმადეპომ და რომელიც ფიქრობს, რომ ესე იგი მთლიანად დაიპყროს ქართული ფარმაციული ბაზარი, უაღრესად ნაკლოვანია ამ კუთხით. მეორეც, იგი ამუშავებს თანამშრომლებს და ისევ შრომის კანონმდებლობის დარღვევით ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ უხდის არავითარ ხელფასს, ხოლო თუ ამის თაობაზე პრეტენზია გამოთქვა, ასევე რომელიმე კეთილშობილმა ფარმაცევტმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხსნიან სამსახურიდან, ანუ ყავთ დამონებული ფაქტიურად
მთელი პერსონალი, ეს ამხელა კოლექტივი, პერსონალი, რომლებსაც არავითარი სამუშაო პირობები არ აქვთ, რომ უნდა მუშაობდეს მათი სტანდარტების მიხედვით, აგერ მაქვს წამოღებული მე მათი სტანდარტები, ფარმატებო სტანდარტები, მინიმუმ აფთიაქში უნდა ემსახურებოდეს მომხმარებელს 3-5 თანამშრომელი ყავთ, 1-2 თანამშრომელი და თუ ეს 1 და 2 თანამშრომელი იმ სისწრაფით ვერ მოემსახურება, როგორც მათ მონსტერ ხელმძღვანელობას შეეფერება, ბრჭყალებში ეს სიტყვა, ასევე ათავისუფლებენ სამსახურიდან და უფრო მეტი. ფარმატებოს ქსელში არის ეგრეთ წოდებული რკინიგზის საავადმყოფოს პირველ სართულზე განთავსებული აფთიაქი, სადაც აფთიაქში არ არის არც ტუალეტი და არც ხელსაბანი. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, როდესაც ონკოლოგიურ წამლებთან, სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატებთან, მათ შორის ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ალერგიას და ასე შემდეგ, ფარმაცევტებს არ აქვს საშუალება ხელი გადაიბანონ, ან ელემენტარულად ის ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ და 8 საათიანი სამუშაო დღე როგორც აცხადებს ხელმძღვანელობა, თურმე ისე უნდა ჩაატარონ, რომ არავითარი, ესე იგი, გადაცდომა არ უნდა იყოს სტანდარტებიდან, არა და მათივე სტანდარტში წერია, ფარმატებოს სტანდარტში და მე მინდა გაიგოს საქართველოს კანონმდებლობის უცოდინარმა და უვიცმა თეონა ჯოჯუამ, რომ მათივე სტანდარტში, შედგენილ სტანდარტში წერია, რომ აფთიაქში შესვლისთანავე სამუშაოს დაწყებამდე ფარმაცევტი ვალდებულია გაიხადოს გარეთ ანსაცმელი, დაიბანოს ხელები, ჩაიცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად დაიბანოს მივმართავ თეონა ჯოჯუას რკინიგზის საავადმყოფოში განთავსებულ თქვენ აფთიაქში, როგორ დაიბანოს ფარმაცევტმა ხელი, თუ სახლიდან წამოიღოს ტაშტი და ისა რა ქვია ლიტრით წყალი. ან მეორე იგივე სტანდარტი და დაცხადებენ, რომ ჩვენი სტანდარტებში ასახული გვაქვს, დიახ ბატონო, თურმე 8 საათი უნდა გაძლოს, აქლებია ადამიანი და არსად არ უნდა წავიდეს. და აქვე უწერიათ, ფარმაცევტის ზედმიწევნით უნდა იცავდეს სისუფთავეს, პირად ჰიგიენას და საპირე ფარეშოში შესვლისას უნდა გაიხადოს ხალხი, სად უნდა გაიხადოს ხალათი, როდესაც საპირე ფარეშო არ აქვს აფთიაქს. აი ასეთი ეს ერთი კუთხე ასევე მინდა გავამახვილო, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, იმიტომ რომ დამსაქმებლის მიერ ხდება მონური ექსპლუატაცია დასაქმებულისა, საერთოდ უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა შრომისა და ადამიანის საერთაშორისო უფლებები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხდება სისტემატიურად ფარული გადაღება მათ მიერ, ფარული გადაღება კამერებით. ეს არ არის ფარული კამერა, ეს არის არადამცავი მონიტორები, რომლებიც ყველა ობიექტს აქვს, რომელსაც იცავს დაცვის პოლიცია და ძალიან კარგად მუშაობს. აქ არის ლაპარაკი უშუალოდ მათი დავალებით იმ ოპერატორების გამოგზავნილებზე, რომლებიც ფარულად უთვალთვალებენ და უღებენ ამ თანამშრომლებს. თვალთვალის და ფარული გადაღების უფლება ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამაზე ნებისმიერმა კომპანიამ უნდა აგოს პასუხი. ეს არც ერთ სტანდარტში არ ჯდება, არც ერთ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება. და ეხლა კიდევ ერთი მთავარი. მე ვთქვი რომ იმის მაგივრად რომ მუშაობდეს 4-5 ფარმაცევტი მუშაობს ერთი და ორი და რატო ხდება? ერთი რომ არ არის შრომითი ხელშეკრულებები დადებული ამ თანამშრომლებთან და მათი როგორც მიღება ისე გათავისუფლება უფრო ადვილია და მეორე სახელმწიფომ, ანუ საქართველოს ბიუჯეტმა არ იცის ის სახელფასო თანხა, ის საშემოსავლობი, ის სოცები და ის და ასე შემდეგ, რომელიც ცალსახად არის განსაზღვრული შრომის კანონმდებლობის თანახმად, რა ხელშეკრულება დადებული და რას ბუნებრივია გამოდის აქედან რომ ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს ჩნდება კითხვის ნიშანი თქვენ მუშაობთ ხო აქ ლაპარაკია არა ვთქვათ თანამშრომლებზე რომლებიც მუშაობენ ერთი თვე ერთი წელი აქ არის ლაპარაკი როდესაც თანამშრომელი მუშაობს 2 წელი 3 წელი 5 წელი მე მაგ პირდაპირადი მაგალითები და მე ჯერ ეს არის უკვე გამოძიების პრეროგატივა და მე ჯერ ამას არ ვიტყვი იმიტომ რომ ეს მასალები მე უნდა გადავცე თავარ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს რადგანაც აქ უკვე კრიმინალის ნიშნებია მე სერიოზულად შევისწავლე ეს საკითხი და ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და როდესაც არა ერთ თანამშრომელს არამედ 1000 თანამშრომელთან ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული რა ქვია ამას
არის ეს დარღვევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მარტივად რომ ვთქვათ მე არ ვამბობ არ ვაძლევ არც სისხლის სამართლებრივ შეფასებას არც კრიმინალურ შეფასებას არის დარღვევა თუ არა არა ერთ თანამშრომელთან არამედ მთელი ქსელში მომუშავე პერსონალთან როდესაც ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული არა ერთი თვე არა ორი თვე არა სამი თვე არამედ 1 წელი 2 წელი 5 წელი ხალხო აი ამაზეა ლაპარაკი და ეს ფარმადეპო შეიქმნა 2000 წელს სხვათა შორის გუშინ არ შექმნილა და ვერ ვიტყვით რომ იცით ახალი კომპანია და მას გამოცდილება არ აქვს ამ კუთხით ეს არის შეგნებული ქმედება ფარმადეპოს ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი დანაშაულით უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი და ეს ერთი კუთხე რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო დონის დარღვევებს რომ არ მისცენ ზეგეგმიური ზეგანაკვეთურ მომუშავე თანამშრომლებს ხელფასი მეორე ყავდეთ მუდმივ დაძაბულობაში და თუ რაიმე ელემენტარულ შეცდომას დაუშვებენ ელემენტარულ შეცდომაში იგულისხმება როგორც თვითონ აცხადებენ თუ 6 წამი დააგვიანა გამოსვლა საწყობიდან დახლამდე მათ შეუძლიათ ჯარიმის სახით 10-დან უფრო ზემოთ ხელფასიდან ჩამოაჭრან და თქვათ ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი და ყოველთვე აძლევენ ან 420 ან 480 ან 450 და ასე შემდეგ რომ კომპანიამ კიდე უფრო კომპანიის ხელმძღვანელობამ კიდე უფრო მეტი ჩაიჯიბოს თავისი თანამშრომლების ხარჯით რომლებიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ მე ამის თაობაზე დავინტერესდი და აღმოჩნდა რომ ეს მართლაც ასია მე არა ჩემი პირადი ჟურნალისტური გამოძიების შედეგია საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი პეტრიაშვილს შეტანილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ფარმაციული კომპანიების წინააღმდეგ და მათ შორის არის განსაკუთრებით ფარმადეპო სადაც ხშირია დარღვევები კონსტიტუციური დონის დარღვევები შრომის კოდექსის დარღვევები ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა და ასე შემდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ აქ ლაპარაკი არ არის ერთი თანამშრომლის ხელფასის ან ორი თანამშრომლის ხელფასის მიჩქმალვაზე და არასწორ არაკანონიერ გაცემაზე აქ არის ლაპარაკი 1000 ადამიანზე დაახლოებით და ეს 1000 ადამიანი თუ ჩვენ გადავიანგარიშებთ მომავალში რომელსაც ალბათ სამართლდამცავები გადაიანგარიშებენ საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის საქმე ეს ერთი კუთხე რომელიც ეხება ფარმადეპოს ვაჟკაცურ ბრჭყალებში საქმიანობას ეხლა მეორე კუთხე თქვენ მოგეხსენებათ რომ არის სპეციალური კანონი არის სპეციალური მექანიზმები მიუხედავად იმისა რომ საქართველოში წამლის ხარისხზე კონტროლი არ არის მიუხედავად იმისა რომ არაერთმა ჩვენმა კოლეგამ ჟურნალისტმაც გამოიკვლია როგორ ხდება წამლებზე ფასების დადება რატოა რომ საბაჟოზე შემოსული წამალი შემდგომ ქსელში 100, 200 და 300% ძვირდება და ისე როგორც ბანკები ფარმაციული კომპანიებიც ხვლიფავენ ისედაც გაუბედურებულ მოსახლეობას მით უმეტეს ავადმყოფ კონტინგენტს საქართველოს მოსახლეობისა და მილიონებს შოულობენ წურბელებივით წოვენ ავადმყოფი მოსახლეობის ბიუჯეტს რომ ამას ემატება უდიდესი კრიმინალი და აი ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი. მე წამოვიღე დღეს გადაცემაში სწორედ ფარმადეპოს 52 აფთიაქში თქვენამდე მოსვლამდე დაახლოებით 9 საათის წინ შეძენილი ერთ-ერთი წამალი ლეცეტამი რომლის ლუცეტამი მაპატიეთ ლუცეტამი 1200-იანი რომლის ვადაც დღეს არის 29 ოქტომბერი ხვალე გადის ლუცეტამი, რომელიც ჩვეულებრივად იყიდება და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აგერ მე წამოვიღე სპეციალურად ქვითრები, აი ეგეთ ფარმადეპოს შეფუთვით, რომ დარწმუნდეთ, აი ქვითრები, რომელიც გაცემულია 9 საათის წინ, რომელიც უნდა იყოს ქსელიდან ამოღებული. ეს არის უკვე უვარგისი წამალი და აი როდესაც ფარმადეპო თავს იწონებს თავისი დაბალი ფასებით აი ასეთ მაპატიეთ ვადაგასულ წამლებს სტენის მოსახლეობას ისედაც გაუბედურებულ ავადმყოფ მოსახლეობას და ასეთ წამალთა განკურნების მოქმედება თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ევროსტანდარტები 50%-საც ვერ აღწევს ავადმყოფი მოსახლეობისთვის ფაქტიურად ეს არის წყალში გადაყრილი ფული და აი ასეთი ვადაგასული წამლები არაერთია ფარმადეპოს ამ ქსელში ასეთი წამლებია გითხარით ლუცეტამი 1200-იანი
ემტექსატი ეს ონკოლოგიური წამალია, წარმოიდგინეთ. ესე იგი, ონკოლოგიური ავადმყოფები რომ შედიან, რომელთა სიცოცხლეც, სიკვდილის სიცოცხლეს ეთამაშებიან. აი, ფარმადეპო კიდევ ზურგში ლახვარს ცემს, რათა კიდევ ერთხელ მილიონები ჩაიჯიბოს ონკოლოგიური ავადმყოფობის ხარჯზე. აი ეს ხდება საქართველოში. ეს არ არის დანაშაული? შეიძლება რომ თავს იწონებდე შენ რომ იაფიქსელი გაქვს და მოსახლეობას აი ზედაწერიად ვადა, თქვენ შეგიძლიათ ახლო კადრში აჩვენოთ მაყურებელს რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს უკვე ვადაა გასული. ოქტომბერი წერია აქ. ვადაა გასული, ანუ ბოლო დღეა, ხო? და კანონით კიდევ ვიმეორებ, 1, 2, ევროპაში 3 თვით ადრე ქსელიდან ამოღებულია ესეთი წამლები. ჩვენთან მასიურად კაცმარიც ყველას ყავს ავადმყოფი, ზოგი ჰიპერტონიკით არის, ზოგი ჯვარისწერიათ ონკოლოგიით, ზოგი გულსისხლისაყრდნობით დაავადებით, რამდენი ასეთ კიდე დაგისახლებთ, აი მაგალითად დიპროსალიკის ლისიონი, ასევე ვადაგასული ფაქტიურად. აი ასეთი წამალთა მთელი კასკადი აქვს ფარმადეპოს, სავსეა მისი აფთიაქები და მე მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო. მე ვაჟა ოთარაშვილმა, ჩვეულებრივმა მწერალმა და ჟურნალისტმა, რომ აი ფრთხილად მოეკიდონ ფარმადეპოში შეძენილ წამლებს. ისინი დამღუპელად, მხოლოდ თავისი ჯიბისთვის მოქმედებენ, თავის ჯიბისთვის ასეთ ანტიკონსტიტუციურ და ანტიჰუმანური ქმედებებით ბჭყალებში გამოირჩევიან საქართველოს ფარმაციის ქსელში. და თავმოწონების და სიამაყის გრძნობა რომ მაქვთ, აი ასეთი ხერხებით ნაშოვი ფულით მიიღეს, გააძლიერეს თავისი ქსელი. მე ახლა არ მინდა რომ შევეხო სხვა კომპანიებს, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სხვა კომპანიები მე ასეთი მაგალითად იგივე PSP-ში, GPC-ში მსგავსი ფაქტი ვერ აღმოაჩინე. მით უმეტეს GPC მუშაობს უფრო ევროპული სტანდარტებით, აი ფარმადეპოში მასიურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასიურად არის ვადაგასული წამლების გაყიდვის ფაქტები. აი წამოვიღე კიდევ მათი შეფუთვა და მე სპეციალურად დილით კიდევ ერთხელ რომ დარწმუნებული ხარ, დღეს არის ოქტომბრის ბოლო, 9 საათის წინ შეძენილი წამალი, რამე თუ აგერ ქვითრებშიც ფიქსირდება, ხო, გაყიდვის დრო, თარიღი, ყველაფერი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. შეიძლება ახლა უკვე თუ როდესაც ეს გადაცემა გავა ეთერში და გახმაურდება, დაფაცურდნენ. მე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და ბატონ სერგიენკოს, რომ აუცილებლად მიაქციოს ყურადღება ბჭყალებში. მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ რესპუბლიკის მთავარ პროკურატურას, რომელმაც ამ ბოლო დროს გააუმჯობესა საქმიანობა დაკავშირებით სწორედ გახმაურებული ნავთობის ოპერაციისა, მივმართავ საფინანსო პოლიციას, მივმართავ საგადასახადოს, რომ ასეთი დარღვევები, ასეთი საკანონმდებლო დარღვევები მე არ ამგონია, რომელიმე დიდ კომპანიაში არსებობდეს, როგორც ფარმადეპოშია, რომ 1000 თანამშრომელზე მეტზე არ არის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული და დარღვეულია შრომის კანონმდებლობის 6.1.1 მუხლი მასობრივად, აქ არ არის ერთ ადამიანზე ლაპარაკი და არ არის 2 კვირის მოყვანილ თანამშრომელზე, მასობრივად ხალხი, რომლებიც მუშაობენ წლობით, ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული და საიდან იღებენ ამ ფულს, როგორ იღებენ, რა მახინაციებით ხდება ამ ფულის ჩარიცხვა, როგორ იმალება ეს თანხები. დღეს სულ ვიძახეთ, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა ფინანსური ოპერაცია, გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობების შრომის კანონმდებლობის თანახმად ხდება ამის დარღვევა. მეორე, ხდება ფარმადეპოში მასობრივად ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის ღირსების შებრალვა, ადამიანის დამცირება და მონად გადაქცევის პროცესი. მათ უნდათ ამ ხელმძღვანელობას, რომლებიც აი ასეთი წამლების გაყიდვით მილიონებს იჯიბავს, დამონებული ყავდეთ ეს 1000 ადამიანი კაციანი პერსონალი. რომ თუ ვინმე მოითხოვს, რომ შრომითი ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომ თურმე მე არ შემიძლია თუ უნდა იყოს აფთიაქში 5 თანამშრომელი და შენ 2 თანამშრომელზე ანაწილებ ამ ხელა დარბაზებში და ყველა მომსახურების მაქსიმუმს ითხოვ და ისინი ითხოვენ შესაბამისად, მაშინ ანაზღაურება მომეცი. უფრო მეტი, ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა, რომ დადებულიყო შრომის ხელშეკრულება და მისი უფლებები დაცული ყოფილიყო, რადგანაც ზეგანაკვეთურად ამუშავეს 2 თვე ივლისი-აგვისტო, პასუხისმგებელი ფარმაცევტის თანამდებობაზე, რომ მისი ხელფასი სადღაც იმ ხელფასზე, რომელიც ჰქონდა 200-300 ლარით მეტი უნდა ყოფილიყო თვეში,
გაათავისუფლეს სამსახურიდან 23 ოქტომბერს მე წამოვიღე აქ მასალები, აი 23 ოქტომბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან და 5 დღე კიდევ ამუშავეს გათავისუფლებული თანამშრომელი ჩვეულებრივი გრაფიკით და 22 წუთში გამოუცხადეს გუშინ რომ თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან. ადამიანი 5 დღე ამუშავებს, ღამის სმენები, საღამოს სმენები, ჩვეულებრივად წარმოგიდგენიათ ესა. ეს არ არის დარღვევა, ეს არის კრიმინალი. და აი ესეთი კრიმინალური ბანდა მოკალათებულია ფარმადეპოს ხელმძღვანელობაში და ფრთხილად იყოს საქართველოს მოსახლეობა ვაცხადებ მე, ერთი რომ აი ამ ფარმადეპოს წამლებს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოკიდება და მეორე სამართლდამცავმა და შესაბამისმა ორგანოებმა გამოიჩინონ ყურადღება, რათა ასეთი ფაქტები აღმოფხვრილ იქნას უმოკლეს ვითარებაში, ხოლო დამნაშავენი იქნენ დასჯილნი.